რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთი ქალაქი ხერსონი დაბომბეს. დაიღუპა 3 ადამიანი, 6 კი დაიჭრა. გასულ წელს რუსმა სამხედროებმა ქალაქიდან და ასევე მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან უკან დაიხიეს. თუმცა ახლა თავიანთი პოზიციებიდან დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროდან რეგულარულად ბომბავენ მას. 12 ნოემბერს მათ ქალაქ ხარკივზე S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემით მიიტანეს იერიში. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბრიუსელში კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დაწესებაზე მუშაობენ. ისინი ბოლო დეტალებს განიხილავენ. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი შეიმუშავა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სანქციების უახლესი პაკეტი მოიცავს ახალ საექსპორტო შეზღუდვებს. მათ შორისაა შეზღუდვა ბრილიანტსა და ნავთობის ფასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. ევროკავშირის მიზანია რუსეთს მაქსიმალურად შეუმცირდეს მოგება, რომელსაც იგი ნავთობ პროდუქტების გაყიდვის შედეგად იღებს.